საინტერესო შეკითხვაა, საქართველოს ხელისუფლება არ ყავს, ეს იგრძნო მათ შორის საერთაშორისო ვიზიტების დროს მარტო ბუდაპეშტში დადიან და იქაც გაზაფხულზე ვეღარ ჩავლენ, იმიტომ რომ არჩევნებია და მათი მეგობარი ორბანი მარცხდება. ანუ რა არის მნიშვნელოვანი, ხო, ჩვენ ვიყავით ამერიკის შეერთებული შტატების არამხოლოდ მეგობარი ქვეყანა ვიყავით, სტრატეგიული პარტნიორობა ქონდა, რომელიც დაუკარგეთ, სწორედ ივანიშვილის კონკრეტული არადემოკრატიული ნაბიჯების გამო და მათ შორის გამოიწყო პროცესი, რომელიც დემოკრატიას იურიდიულად აუქმებს საკონსტიტუციო სასამართლოშია ეს პროცესი და როდესაც გველაპარაკებიან ურთიერთობის გადატვირთვაზე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოუტანა ვიცე-პრეზიდენტის ჯეი-დი ვენსის ციტატა ქართულ ოცნებას, რომ დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. ის კალაპოტი, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, ეს შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ და შეგახსენებთ 2024 წლის 29 აპრილის განცხადებას, რომელიც გააკეთა რუსთაველის განცხადებას. ამ კალაპოტიდან გამოსვლის გზაში. ამ საზოგადოებრივ პროტესტში იყო ყოველთვის ლიდერი ქართველი ხალხი და ჩვენ რა თქმა უნდა ქართველ ხალხს მივყვებით, იმიტომ რომ ხელისუფლება, არალეგიტიმური ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ 78 მუხლი თავზე დაგვამხეს. ანუ კობახიძე არის იმ რედაქციის ავტორი, რომელიც არის დღეს მოქმედი და აი ამ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სწორედ ირაკლი კობახიძე გავიდა. აი ეს არ უნდა დაგვაუწყდეს. როდესაც გველაპარაკებიან პოლიტიკური დებატების სრულყოფილს აღდგენას არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ კონკრეტული ნაბიჯის გადაგმა სჭირდება და ოპონენტები არა ციხეში, არამედ პირდაპირ ეთერებში უნდა ისწრებოდნენ. რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯი? სხვათა შორის თქვენ იყავით ხართ პოლიტიკოსი, რომელიც თქვენი სოციალური ქსელით მიმართავდით ხელისუფლებას ფასებთან დაკავშირებით, დიალოგზე იყავით თანახმა, მოვალ დაგელაპარაკებით და ასე შემდეგ. ანუ ეს პერსონალურად გაქვთ ამის მზაობა გამოთქვი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე როდესაც ვლაპარაკობ მაღალ ფასებზე, მაღალი ფასების მიზეზები ირაკლი კობახიძემ არა დახლებზე, არამედ საკუთარ გუნდში უნდა ეწებოს და ჩამოთვლი იმ მიზეზებს, რატომ გაძვირდა ფასები. იმიტომ გაძვირდა, რომ ქართულმა ოცნებამ საწვავზე აქციზი გაზარდა, გაორმა და საწვავის ფასი არის ყველაფრის ფასი და რატომ მინდა რომ ამ თემაზე ველაპარაკობ, მათ შორის ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მათმა უგუნურმა პოლიტიკამ, ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ ივანიშვილს რო ემსახურებიან და ქართველ ხალხს რო არ ემსახურებიან, მიგვიყვანა იქ სადაც მიგვიყვანა. და ყველაფერზე ლაპარაკობენ კომისიების შექმნას და ნათია თურნავას პასუხისგებლობა არ დაუსვათ. არა და კონსტიტუცია და ორგანული კანონით ის არის პასუხისგებელი აი ამ ფასების კონტროლზე და იმ არაღიარების არცნობის რეჟიმში უნდა დარჩეს დღეს ქართული პოლიტიკა, ქართველი პოლიტიკოსები, თუ რაღაც ტიპის სალაპარაკო გზები იპოვონ. ამ ორ ვერსიას შორის რომ ძალიან მოკლე პასუხი რა, დღეს ყველა ვნახეთ ანზორ მელიას განცხადება, ხო? ადამიანი, რომელიც ყველას გულსოვლის უგულო ხელისუფლებამ იქამდე მიიყვანა, რომ ადამიანი პირდაპირ ეთერში, თქვენს ეთერში ცრემლი წამოვიდა. ეს არის ნორმალური და ეს კალაპოტი ჩვენ შექმნით თუ ივანიშვილმა. ანუ როდესაც ლაპარაკობთ დიალოგზე, ვინ თქვა ამ დიალოგზე უარი? ჩვენ არა, მათ თქვეს უარი, იმიტომ რომ მათთვის მთავარი არის ოქროს ზოდების სახლებში. აი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში 16-დან 19 მილიარდამდე იყო ვალი. ეხლა არის 72.3 მილიარდი არის ვალი. ქართველი ხალხის ვალი. აქედან ნახევარი არის სახელმწიფო ვალი, რომელიც ჭირდებოდა ჩქაროსნული მშენებლობას, ასე გავიგეთ. მოდერნიზებას, პული მოტეხეს, აი შემიძლია ბუკვალურად თითო პროექტში რამდენი მოტეხეს მათ შორის ვამხილო და უთხრა, იმიტომ რომ ამაზე წერებია ვლაპარაკობ.